მე ვარ ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა და ჩვენ ამ ვიდეოში ვაგრძელებთ საუბარს თავშესაფრის მაძიებლებზე, ნაწილი 2, მოკლედ სტატისტიკის თაობაზე. კომისიას აქვს 2024 წლის მონაცემები. 2025 წლის ბოლოს გამოაქვეყნეს მათ ბოლო დოკუმენტი, გააგრძელეს მონიტორინგი, რა მოხდა 25-ში, ჩვენ გავიგებთ 26 წლის ბოლოს. 2024-ში 2 წლის წინ მთელი მსოფლიოდან ევროკავშირის სივრცეში შემოსულა 913,000 განაცხადი. 913,000 ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი. რაც თურმე 26%-ით ნაკლებია წინა წლებთან შედარებით, ანუ კლების ტენდენცია დაფიქსირდა. ის 4 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტად სურთ, რომ მიიღონ ტოლვილი სტატუსი. ტოპ 4 სახელმწიფო: გერმანია პირველი, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი. ამ 4 ქვეყნიდან სად გაიცემა ყველაზე მეტი დადებითი პასუხი? დააკმაყოფილეს აპლიკაციები, რაც საბოლოო ჯამში იმას ნიშნავს, რომ მიიღეს ყველაზე მეტი ლტოლვილი. გერმანიაში დოკუმენტი ამბობს, რომ გერმანიას დღეს ყავს ყველაზე მეტი ლტოლვილი ევროკავშირში. მსოფლიოში აღრიცხული ლტოლვილების 7% გერმანიაში ცხოვრობს. 2024-ში შესული აპლიკაციების 25% დააკმაყოფილეს, მათი უმრავლესობა უკრაინელია ან სირიიდან. ახლა იმ ქვეყნების შესახებ, სადაც ყველაზე ხშირად ითხოვენ ლტოლვილის სტატუსს, საიდანაც შემოდის აპლიკაციები. ეს სიაც წლებია, უცვლელია, მათ ვერავინ გადაუსწრო. სირია, ავღანეთი, კოლუმბია, ვენესუელა და თურქეთი. წლებია ევროკავშირში, ევროპულ ინსტიტუტებში, პარლამენტში მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ როგორ გაამკაცრონ პროცედურები, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი შექმნეს მესამე ქვეყნისთვის, ამ სტატუსის მქონე ქვეყნის მოქალაქეები, როდესაც შემოდიან, შემჭდროებულ ვადებში უნდა გასცენ პასუხი, იღებენ თუ არ იღებენ ლტოლვილად, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ახალი მექანიზმები სურთ, თუ როგორ გააკონტროლონ საერთოდ ეს პროცესი, განსაკუთრებით იმ სახელმწიფოებმა, რომლებსაც ისტორიულად ჰყავთ ბევრი ლტოლვილი და ეს ნაკადი ლტოლვილების პერიოდულად იზრდება ან მცირდება და უჭირთ გამკლავება ამ ყველაფერთან. ყველაზე მეტად რაზეც წუხილი არის და შეშფოთება ევროკავშირში, როგორ იყოს მოქნილი პროცედურა, როგორ იყოს ეფექტიანად განხორციელებული ის, რომ ადამიანი, როდესაც უარს იღებს, დაბრუნდეს ქვეყანაში, საიდანაც შემოვიდა, შეიძლება სამშობლო იყოს ან სხვა სახელმწიფო. მაგალითად, 2 წლის წინ ბრიუსელში მოხდა ტერორისტული აქტი. ამ ტერორისტული აქტის ორგანიზატორი იყო პირი, რომელიც ავღანეთიდან შემოსულა ოჯახთან ერთად. ჯერ კიდევ ბავშვი იყო მაშინ და 15 წლის წინ ჰქონდა უარი მიღებული მას და მის ოჯახს ლტოლვილი სტატუსის მიღებაზე. მაგრამ მაინც ცხოვრობდა ბელგიაში და ჩაიდინა ასეთი დანაშაული. მაშინ, როდესაც ეს ინფორმაცია დაიბეჭდა პრესით და მედიით გავრცელდა, ძალიან გააქტიურდა ეს თემა, უკან დაბრუნების სქემა როგორ შეექმნათ, ვინაიდან ამბობდნენ, რომ ამ ავღანეთიდან შემოსულმა ამ ადამიანმა რამდენჯერმე პოლიციიდან მიიღო შეტყობინება, რომ უკარწასულიყო, მაგრამ არ დაემორჩილა და მეტი კონტროლის მექანიზმი და იზოლება აღარ ყოფილა. ახლა რაც შეეხება უკრაინელებს და უკრაინელ ლტოლვილებს. უკრაინელების არჩევანი არ ყოფილა, რომ საკუთარი ქვეყანა დაეტოვებინათ, ეს იყო იძულებით მიღებული გადაწყვეტილება, გამოქცეოდნენ საომარ მოქმედებებს, როდესაც ომი დაიწყო 2022 წელს. პიკი იყო, ანუ კულმინაციას მიაღწია ლტოლვილთა ნაკადმა მარტში, აპრილში და მაისში. მაისი იყო, როდესაც უკვე დაფიქსირდა 15 მილიონი ადამიანი, ან 15 მილიონმა უკრაინელმა დატოვა საკუთარი ქვეყნის ტერიტორია და ძალიან ბევრი იძულებით გადაადგილებული პირი იყო. მათ გამოიყენეს საზღვრები, მეზობელი ევროკავშირის სახელმწიფოები, უმეტესობა შემოვიდა პოლონეთში
დარჩა ან გააგრძელა გზა გერმანიაში, ბელგიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან მალევე დაახლოებით 1 წელიწადში კომისიაში ითქვა, რომ უმრავლესობა უკან დაბრუნდა. დღეს ოფიციალური მონაცემებით ევროკავშირის ტერიტორიაზე უკრაინიდან ყავთ 3,5 მილიონი, დაახლოებით 4 მილიონი ლტოლვილი. დანარჩენი უკან დაბრუნდა. მათთვის არის ამუშავებული დაცვის მექანიზმი, აქვთ ოფიციალურად საბუთები, რომ იცხოვრონ და იმუშაონ, მიიღონ სოციალური დახმარება. ბევრს, ვისაც მე ვიცნობ, მაგალითად უკრაინელს ბელგიაში მუშაობა დაიწყეს და საკუთარი ბიზნესი აქვთ, ახალი ხელობა შეისწავლეს, ამბობენ, რომ არ უნდათ ტვირთად დაწოლოდნენ ბელგიას და მხოლოდ სოციალური დახმარება მიეღოთ და ეს ყოფილიყო მათი ერთადერთი შემოსავალი, ამიტომ ძალიან აქტიურები არიან ისინი და აქტიურად ეძებენ სუნსამსახურს და დასაქმებულებიც ბევრნი არიან. 3 თვეში ერთხელ მიდიან უკრაინაში. ეს მათთვის საზრდოა, ასე ამბობენ. და ამ პროცესს დროებით უწოდებენ. ლტოლვილობას დროებით უწოდებენ და ამბობენ, რომ ეს ძალიან მალე დასრულდება და პირველივე შესაძლებლობის მიღებისთანავე დატოვებენ მიმღებ ქვეყანას, რომლის მადლიერიც არიან და ძალიან ძვირფასია მათთვის გაწვდილი ხელი და გაღებული კარი, მაგრამ უნდა დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში. ასეთია მათი თვალით დანახული ლტოლვილობა, რომელიც მალე უნდა დასრულდეს. ასეთია სტატისტიკა, ასეთია მდგომარეობა, ჩვენ შევხვდებით ძალიან მალე შემდეგ ვიდეოში. დიდი მადლობა და დროებით.